ზუსტად 6 დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძღოლების ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებას იწყებს. გერმანიაში წარმოებული 10,000 ნარკოტესტერი უკვე საქართველოშია. 1 აპრილიდან საპატრულო პოლიციელს გონივრული ეჭვის საფუძველზე ნებისმიერი მძღოლის ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების უფლება აქვს. პროცედურა სულ 3 წამიანია. ნარკოტესტერი დაადგენს მიღებული გაქვთ თუ არა ბოლო 8 საათის განმავლობაში ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა და კანონდარღვევა ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე შესაძლებელია მოქალაქეს 3 წლით მართვის უფლებაც შეეზღუდოს. მაშასე კანონი 1 აპრილიდან ამოქმედდება. მანამდე მანანა გაბელია მოგვიყვება ახლა პირდაპირ ეთერში, როგორ შეამოწმებენ მძღოლებს ნარკოტიკულ თრობაზე. ლევან, მართალია კანონის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე 6 დღე რჩება, თუმცა უკვე ცნობილია, როგორ დაინერგება ეს პროცესი პროცედურულად და როგორ შეამოწმებენ მძღოლებს ნარკოტესტირებაზე. ეს არის სწორედ ნარკოტესტი, რომელიც გერმანიიდან 10,000 ცალი ჩამოვიდა საქართველოში და 1 აპრილიდან მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება საჭესთან ნარკოტესტირება. თუმცა მხოლოდ ტესტირების საფუძველზე არ მოხდება შემოწმება და ლაბორატორიულ კვლევას ასევე თან დაერთვება მედიკოსების ჩართულობა და ექიმების დაკვირვებით და მათი დასკვნის საფუძველზე მოხდება საბოლოოდ უკვე სისხლის სამართლის პროცედურების ამოქმედება. სწორედ ეს იყო მედიკოსების მთავარი რეკომენდაციაც, რომ მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევას არ დაფუძნებოდა საბოლოოდ სისხლის სამართლის პროცესი, თუ როგორ იქნება ტექნიკურად შესაძლებელი მძღოლების საჭესთან შემოწმება, ამაზე უკვე დეტალურად მე სიუჟეტში მოგიყვებით. Security Tech გერმანული ფირმის ნარკოტესტია. პორტატულ დრაგვაიფხუც ნერწყვის საშუალებით ადამიანის ნარკოტიკული თრობის დადგენა შეუძლია. 1 აპრილიდან მოქალაქეებს საჭესთან ნარკოტიკულ თრობაზე შეამოწმებენ. ახალი კანონი ზუსტად 6 დღეში ამოქმედდება. ვნახოთ, როგორ იქნება შესაძლებელი ტექნიკურად ადგილზე ნარკოტესტირება. Toyota 933 ნომრით მარჯვნივ გააჩერეთ. სამწამიანი პროცედურის შემდეგ აპარატს 4-დან 8 წუთამდე სჭირდება იმის საჩვენებლად აქვს თუ არა მოქალაქეს ბოლო 8 საათის განმავლობაში მიღებული რომელიმე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. გერმანული ფირმის ტესტერის შესაძლებლობებში აღმოაჩინოს ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი, ასევე მარიხუანის, ჰაშიშის, ეკსტაზის, კოკაინისა და 6-მდე ოპიატის თრობა. ტესტის ძირითადი დანიშნულებაა, რომ ის გამოყენებული იქნას პატრულ ინსპექტორის მიერ კომბინირებულად, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ კი მძღოლი ავლენს სხვადასხვა ვიზუალურ ნიშნებს იმისა, რომ ის იმყოფება თრობის ქვეშ, პირველ რიგში ხდება ალკოჰოლური თრობის გამორიცხვა, შესაბამისად ხდება მისი გადამოწმება ალკოტესტის საშუალებით. ალკოტესტის შემდეგ საპატრულო ეკიპაჟის გონივრული ეჭვი საკმარისია, რათა მოქალაქე ნარკოტესტზეც გადამოწმდეს. მედიკოსები თანხმდებიან, რომ თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა მაღალი რისკის შემცველია როგორც თავად მძღოლისთვის, ისე მოქალაქისთვის, თუმცა ხშირად თრობის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით რთულია. მედიცინის დოქტორის დავით ვადაჩკორიას რეკომენდაციაა მოხმარების ფაქტი ტესტთან ერთად კლინიკური ფორმით, ანუ ექიმის დაკვირვებით დადასტურდეს. შეიძლება ლაბორატორიულად ადამიანს ამოვიდეს მოხმარების ფაქტი, მაგრამ თრობის მდგომარეობაში არ იყოს იმ მომენტში. მიხვდით? სხვადასხვა რამეა ეს ლაბორატორიულად დადასტურება და კლინიკური მდგომარეობის დადასტურება. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, როცა თანხმედრა არის ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული შედეგების, მაშინ უნდა მოხდეს საგარკვევი სანქციების გამოყენება. მარიხუანის მომხმარებელი ქრონიკასთან საუბარში ამბობს, რომ თრობა რეფლექსების დაქვეითებას 8 საათის განმავლობაში არ იწვევს. ამიტომ მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული ჩვენებისას უნდა დადგეს. ჩემი აზრით 8 საათი არის ზედმეტად დიდი დრო იმისთვის, რომ გაარკვიონ ადამიანი არის თუ არა მარიხუანის თრობის ქვეშ და ასევე მგონია, რომ ექიმის ჩარევა საჭიროა. რომ გაარკვიონ რეფლექსები არის თუ არა მოდუნებული და ასე შემდეგ რაც იწვევს მარიხუანის თრობა. ბექა ლილუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევებისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ ნარკოტესტის გამოყენება პატრულ ინსპექტორს კომბინირებულად ევალება. სამართლებრივი პროცესი კი საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური დადასტურების შემდეგ იწყება.
ნარკოტესტზე გაბოვლენილი ნივთიერებების შესაბამისად და ის რამოდენიმე ტიპის ნივთიერებას ავლენს, ხდება მისი გადაყვანა საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიულად კლინიკის, ანუ მიმდინარე ზემოქმედების დასადასტურებლად. საკმაოდ ინდივიდუალურია და პიროვნებაზეა დამოკიდებული, რამდენი ხანი გრძელდება ნარკოტიკული თხრობა თითოეულ ინდივიდში, თუმცა ტესტის მახასიათებლები არის მაგალითად, რომ ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალების მარიხუანის შემთხვევაში ის დეტექციას ახდენს 6-დან 8 საათის განმავლობაში. ალკოჰოლური თხრობისგან განსხვავებით ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. 275 და 276 მუხლების ახალი რედაქციით კანონდარღვევა ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე შესაძლებელია მოქალაქეს 3 წლით მართვის უფლება შეეზღუდოს. ჯარიმის ოდენობას მოსამართლე ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ნარკოტიკული თხრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა ევროკავშირის ქვეყნების დაახლოებით 20-მდე ქვეყანაშიც არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ესეთი ქვეყნებია მაგალითად საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, პორტუგალია. აღნიშნული სანქციის და აღნიშნული რეგულაციის შემოღების მთავარი მიზანი არის ის, რომ დაცული იქნეს მაქსიმალურად სატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა მომეტებული საფრთხისაგან. გერმანიაში წარმოებული 10,000 ნარკოტესტერი უკვე საქართველოშია. საპატრულო პოლიცია ნარკოტესტირებას 1 აპრილიდან დაიწყებს. თბილისელი ტაქსისტების ერთი